თავი მესამე. პეტრე და იოანე ერთად ადიოდნენ ტაძარში ლოცვის მე-9 საათს. იყო კაცი ვინმე, დედის მუცლიდან დავრდომილი. ყოველდღე მოჰყავდათ იგი და დასვამდნენ ტაძრის კართან, რომელსაც მშვენიერი ეწოდებოდა. რათა ტაძარში შემომსვლელთაგან მოწყალება ეთხოვა. დაინახა ტაძარში შემავალი პეტრე და იოანე და სთხოვა მათ მოწყალება. პეტრე იოანესთან ერთად დააკვირდა მას და უთხრა: შემოგხვედე ჩვენ. იგი დაჟინებით უყურებდა მათ იმ იმედით, რომ რაიმეს გამორჩებოდა. უთხრა პეტრემ: ვერცხლი და ოქრო არ მაქვს, ხოლო რაც მაქვს იმას გაძლევ. იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით იარე. მარჯვენაზე მოკიდა ხელი და წამოაყენა. დამას უცბად გაუმაგრდა ფეხები და სახსრები. წამოხდა, დადგა და სიარული დაიწყო. მათთან ერთად შევიდა ტაძარში. დადიოდა, ხტოდა და აქებდა ღმერთს. მთელი ხალხი უყურებდა მას, მოარულსა და ღვთისმაქებას. იცნეს იგი, რომ ეს იყო ტაძრის მშვენიერ კარიბჭესთან მოწყალების სათხოვრად მჯდომი. ისინი შიშით და განცვიფრებით აღიუსდნენ იმის გამო, რაც მას შეემთხვა. და რა კი არ შორდებოდა პეტრესა და იოანეს, მთელი ხალხი განცვიფრებული მისცივდა მათ სტოაში, რომელიც სოლომონისად იწოდებოდა. ეს რომ დაინახა, პეტრე მიუგო ხალხს. კაცნო ისრაელიანო, რად გიკვირთ ეს? ანდა რატომ გიყურებთ ასე? განა ჩვენი საკუთარი ძალით და კეთილმოქმედებით დავაწყებინეთ მას სიარული. აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთმა, ჩვენი მამების ღმერთმა განადიდა თავისი მსახური იესო, რომელიც თქვენ გაეცი და უარყავით პილატეს წინაშე, როცა იგი აპირებდა მის გათავისუფლებას. ხოლო თქვენ უარყავით წმინდა და მართალი და მოითხოვეთ, რომ კაცის მკვლელი ეჩუქებინა თქვენთვის. ხოლო სიცოცხლის წინამძღვარი მოჰკალით, რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით, რისი მოწმენით ჩვენ ვართ. მისი სახელის რწმენით, მისმა სახელმა გაამაგრა ეს კაცი, რომელსაც თქვენ ხედავთ და იცნობთ, და მისმა რწმენამ უბოძა მას ეს განკურნება ყველა თქვენგანის თვალწინ. ახლა ვიცი ძმებო, რომ თქვენ, ისევე როგორც თქვენმა მთავრებმა, უმეცრებით ჩაიდინეთ ეს, ხოლო ღმერთმა, როგორც წინ და წინ გვამცნო ყველა თავისი წინასწარმეტყველის პირით, რომ ქრისტე უნდა წამებულიყო, ასევე აღასრულა კიდეც. აბა მოინანიეთ და მოიქეცით, რომ აღიხოცოს თქვენი ცოდვები, რათა დადგეს განახლების დღეები უფლის პირისაგან და მოგივლინოთ მან იესო ქრისტე, წინასწარ თქვენთვის განკუთვნილი, რომელიც ზეცამ უნდა მიიღოს, ვიდრე ყველაფერი აღდგებოდეს, რასაც ღმერთი დასაბამიდან ამბობდა თავისი წმინდა წინასწარმეტყველების პირით. ვინაიდან მოსემ თქვა, წინასწარმეტყველს აღგიდგენ თქვენი უფალი ღმერთი თქვენი ძმებიდან ჩემსავით. გაუგონეთ მას ყველაფერი, რასაც კი გეტყვით, და მოხდება, რომ ყოველი სული, ვინც არ გაუგონებს იმ წინასწარმეტყველს, აღმოიფხრება ხალხისაგან. ყველა წინასწარმეტყველი, სამუელიდან და მასაკეთ, ასევე იუწყებოდნენ ამ დღეებზე. თქვენ ხართ ძენი წინასწარმეტყველთა და იმ აღთქმისა, რომელიც აღუთქვა ღმერთმა ჩვენს მამებს, როცა უთხრა აბრაამს, შენს თესლში იკურთხებაო დედამიწის ყოველი მოდგმა. ღმერთმა აღადგინა რა თავისი მსახური, პირველად თქვენ მოგივლინათ თქვენს საკურთხევლად, რათა მოგაქციოთ ყოველი თქვენი ბოროტი საქმიდან.